ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს და გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, ისე როგორც მთელს ჩვენს სამშობლოს. მშვიდობას, კეთილდღეობას, განვითარებას, წინსვლასა და ბედნიერებას. ჯანმრთელობას თითოეულ თქვენთაგანს. მომავალ 2026 წელს. ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯების გადადგმის წელი, წინსვლის წელი და არა უკუსვლის. ვისურვებდი, რომ 2026 წელს ჩვენ დაგვესრულებინა ის განხეთქილება, რომელიც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, სრულიად ხელოვნური ჩემი აზრით, როდესაც გარკვეულწილად შექმნილია ილუზია, რომ საზოგადოება დაყოფილია ორ ნაწილად. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ერთნი ვართ. ერთი საზოგადოება, ერთი ქვეყანა, ერთი ქვეყნის შვილები. და ყველანი ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს მომავალზე. რა თქმა უნდა, ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას პასუხისმგებლიან ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს უფრთხილდება, რომელიც ნამდვილად არ წამლავს არც საკუთარ მოქალაქეებს, არც საკუთარ პოლიციელებს, იქ მდგომ გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებებით, თუნდაც ნაკლებად მავნე. ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს თითოეული მოქალაქის პოზიციაზე, ხმაზე და მოსაზრებაზე. ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად არ ზღუდავს საკუთარი მოქალაქეების თავისუფალ სიტყვას, იქნება ეს ტროტუარზე დგომით, ქუჩაში დგომით, თუ Facebook-ზე წერით. წელს სამწუხაროდ ასეთი მაგალითები მრავლად იყო. მათ შორის მეც პირადად ქუჩაში დგომისთვის დავჯარიმდი, შემდეგ უკვე Facebook-ზე წერისთვის დავჯარიმდი. და უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისეთ ხელისუფალს მივიღებთ, რომელსაც ამისთვის არ ეცლება. იმიტომ რომ ვისურვებთ და გისურვებთ თქვენს ხელისუფალს, რომელიც ზრუნავს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ამის სანაცვლოდ. და არა მხოლოდ იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა კურნავდეს უკვე დაავადებულ ქართველებს, ადამიანებს, მოქალაქეებს, არამედ თავიდანვე ზრუნავდეს ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობაზე. იქნება ეს სუფთა ჰაერი, რომლის პრობლემების დროსაც, რამდენიმე კვირის წინ, ერთხელ წესიერი განცხადება არ გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ამ ჰაერით თურმე სუნთქვა სახიფათოა. ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი ჰაერი იყოს ჯანმრთელი, რადგანაც ჩვენი ახლობლები ავადდებიან აი ამ დაბინძურებული ჰაერის შედეგად და ჩვენც. იგივენაირად ზრუნავდეს იმაზე, რომ ჩვენი შვილები, ძმები და დები სკოლების სისტემაში, სასკოლო განათლების დროს იღებდნენ წესიერ კვებას და არა იმას, რასაც დღეს შეხვდებით თქვენს სკოლებში, რადგანაც ესეც ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ იყოს ხელმისაწვდომი, არა მხოლოდ უბრალოდ საკვები, არამედ საკვები, რომელიც დახასიათებულია მაღალი სტანდარტებით, ხარისხის და რომელიც თქვენს ჯანმრთელობას არათუ პრობლემა შეუქმნის, არამედ პირიქით ხელს შეუწყობს თქვენი სხეულის სიმყარესა და ჯანმრთელობას. ვისურვებდი ამ წელს და გისურვებთ თქვენს ხელისუფალს, რომლის მიზანი იქნება, რომ თითოეული ქართველი იყოს რაც შეიძლება უფრო განათლებული, უფრო კრიტიკულად აზროვნებდეს, მეტ კითხვას სვამდეს და მათ შორის სვამდეს კითხვას, რატომ შეიცვალა საქართველოში 12 წლიანი განათლების სისტემა 11 წლიანით, როდესაც ამის შედეგად საქართველო პრაქტიკულად ტოვებს ბოლონიის საერთაშორისო განათლების პროცესს და ხდება იზოლირებული. ჩვენი მოსწავლეები ევროპული განათლების წვდომას კარგავენ.
მათ შორის გისურვებთ იმას, რომ არ იყოს ისეთი დიდი განსხვავება, როგორც დღეს არის საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებს შორის. რომ არ უწევდეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი შვილების მიყვანა კერძო ამერიკულ, ევროპულ და ბრიტანულ სკოლებში, ხოლო რიგითად მოქალაქეებს საჯარო სკოლებში. და არ იყოს ეს განსხვავება იმისა, რომ რიგითი მოქალაქის შვილი ვერ ისწავლის, ვერ გააგრძელებს სწავლას ევროპაში ამ ახალი ცვლილებებით, ხოლო მდიდარი ადამიანების შვილები, ხელისუფლების წარმომადგენლის შვილები მარტივად კერძო სკოლების დასრულების შემდეგ. გისურვებთ იმას, რომ ჩვენი განათლების სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა მათ შორის მეცნიერულ დონეზე იყოს წარმოდგენილი და არა ეცადოს რომელიმე პარტიამ მიისაკუთროს იქ ძალაუფლება და ჩამოაყალიბოს ისეთი ვითარება უმაღლეს განათლების სფეროში, რომ შეიზღუდოს აკადემიური თავისუფლება. გისურვებთ ქვეყანა, სადაც მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული. თქვენ გექნებათ საშუალება, რომ მრავალი წყაროდან მიიღოთ ინფორმაცია. გეცოდინებათ, რომ ეს წყაროები არის დამოუკიდებელი და არ ატარებს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. გისურვებთ იმას, რომ მედია აღმოჩნდეს თქვენს გვერდით, როცა ყველაზე მეტად გაგიჭირდებათ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ მათი დახმარება, თქვენი პრობლემების გაშუქება. რა თქმა უნდა, გისურვებთ, რომ სწორედ ასეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ქვეყანაში, რომელიც მიუხედავად 110 მილიონი ლარის ბიუჯეტისა, სრულიად არ პასუხობს ამ სამწუხაროდ ამ ამოცანას. გისურვებთ ვითარებას, სადაც ჩვენი ქალაქების მშენებლობა ეფუძნება არა ვიწრო ბიზნეს ინტერესებს, არამედ გათვლილია იმ კრიზისებზე, რომელსაც ჩვენ მრავლად შეხვდით სამწუხაროდ და რომელიც ახასიათებს ჩვენს რეგიონს. იქნება ეს მიწისძვრა, თუ იქნება ეს სხვა მოვლენები დაკავშირებული ეკოლოგიასთან, ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურა, შენობები, გზები, მაგისტრალები და ყველა სხვა სანიაღვრე სისტემა ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რომ პასუხობდეს უსაფრთხოების სტანდარტებს. საერთოდ გისურვებთ იმას, რომ სახელმწიფო, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, იყოს ისეთი, რომელშიც თქვენ გეცოდინებათ, რომ საკვები მაღაზიაში უსაფრთხოა, მაღაზიიდან რომ გამოდიხარ, თავზე არაფერი დაგეცემა, გზაზე რომ გადადიხარ, უსაფრთხოდ გადახვალ და ჰაერი, რომლითაც სუნთქავ ამ პროცესში, არ არის მავნე შენი ორგანიზმისთვის. გისურვებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა იყოს მიმართული იმისკენ, რომ შემცირდეს ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების, ალკოჰოლის მოხმარების, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები. სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო მგონი ცალკე ესე აღარ გვაქვს, მაგრამ გისურვებთ, რომ საქმით იყოს დაკავებული და ახალგაზრდობა იყოს გაძლიერებული სასპორტო, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სხვადასხვა პროგრამებით, საგანმანათლებლო პროგრამებით, მათ შორის საზღვარგარეთ, ხოლო ჩვენი ახალი თაობა ასევე აქტიურად იყოს ჩართული სპორტში. მაგრამ ეს უკავშირდებოდეს არა ერთ მცირე ნაწილს ჩვენი საზოგადოების, არამედ ყველა მოქალაქეს, რათა ყველა მოქალაქე იყოს ჯანმრთელი, სპორტულად აქტიური, იკვებებოდეს კარგი საკვებით. თუმცა რეალობა, რა თქმა უნდა, იცით, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ რთული რჩება. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ჯერ კიდევ საკვების დეფიციტს განიცდის. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში კვლავ უზარმაზარია, ასობით ათასი ადამიანი. და სახელმწიფო გისურვებთ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც არადუ შეინარჩუნებს სოციალური დახმარების მქონეთა რიცხვს ან გაზრდის კიდევაც. იმიტომ რომ ეს წინა საარჩევნოდ მათ აწყობთ, არამედ გისურვებთ ქვეყანა, სადაც საერთოდ არ გვეყოლება სოციალურად დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეები. გისურვებთ ასევე ქვეყანა, სადაც ჩვენი დევნილები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში. თუმცა იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ნამდვილად საქართველო უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა. ძლიერი თავის სამეზობლოში და საერთაშორისო ასპარეზზე. გისურვებთ იმას, რომ
ჩვენი ძალისხმევით საქართველოში კონდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც განახორციელებს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას საქართველოს ინტერესებზე, აი ჯერ საქართველოს პრინციპით დაფუძნებულ ინტერესებზე. პოლიტიკას, რომლის შედეგადაც ჩვენ გვეყოლება ბევრი პარტნიორი საერთაშორისოდ. და ამ ბევრი პარტნიორის და მოკავშირის შედეგად ჩვენ გვექნება ძლიერი პოზიციები რეგიონში. გისურვებთ ძლიერ ქართულ შეიარაღებულ ძალებს, რისი მიღწევა შეუძლებელია საერთაშორისო პარტნიორების და მოკავშირეების გარეშე. ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით და პარტნიორებით, სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბების მეშვეობით. ეს კი შეუძლებელია აგრესიული რიტორიკის და უცნაური ბრალდებების ფონზე. მხოლოდ და მხოლოდ ნდობაზე, მეგობრობაზე და ურთიერთმხარდაჭერაზე გათვლილ საერთაშორისო ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეუძლია ჩამოაყალიბოს და გვეხმაროს ჩამოაყალიბოთ ისეთი შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გისურვებთ ქვეყანას, რომელიც სანდო არის ყველა ჩვენი მეზობლისთვის. ქვეყანას, რომელიც ამავდროულად მყარად იცავს საკუთარ ინტერესებს. მათ შორის ინტერესებს ქართველების დაბრუნების საკუთარ სახლებში, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგების და დეოკუპაციის. ეს რა თქმა უნდა გრძელვადიანი მიზნები არის საკმაოდ რთული ვითარების მდგომარეობაში, რომელიც ახლა არსებობს, თუმცა მე მჯერა, რომ ჯერ საქართველოს პოლიტიკის შედეგად ნამდვილად მიღწევადი არის ეს მიზნები. ამისთვის კი გისურვებთ ქვეყანას, ვიცხოვროთ ყველანი ერთად ქვეყანაში, რომელიც შიდა ბრძოლების ნაცვლად პოლიტიკური ოპოზიციის მედიასთან ბრძოლის და გარე უხილავ და გაურკვეველ მეტოქეებთან თუ მტერთან ბრძოლის ნაცვლად იყოს კონცენტრირებული საკუთარი ეკონომიკის ისეთი ტიპის ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ელიტებზე კი არა, რიგით მოქალაქეებზე იქნება გათვლილი, გაამდიდრებს რიგით ქართველს და ამის შედეგად გვექნება ძლიერი შეიარაღებული ძალები, რადგან შეიარაღებული ძალები დგას ძლიერ ეკონომიკაზე. გისურვებთ ეკონომიკას, რომელიც დგას რა თქმა უნდა მაღალ ტექნოლოგიებზე. და ამისთვის კიდევ ერთხელ ვისურვებ ავტორიტეტულ ხელისუფალს, ვისურვებ რომ ჩვენი ქვეყანა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე ისეთი, რომელსაც პატივს სცემენ საკუთარი არა მხოლოდ უმდიდრესი წარსულის გამო, არამედ ძალიან წარმატებული აწყოს გამო. რა თქმა უნდა, ვისურვებთ ქვეყანას, სადაც ინფრასტრუქტურა ქვეყნის არის უსაფრთხო. რკინიგზა, ავტობანი თუ სხვა ნებისმიერი მშენებლობა იქნება უსაფრთხო და გათვლილი საქართველოს ინტერესებზე. ამავდროულად ქვეყანას, რომელიც არ ჩამორჩება განვითარებას, რომელიც არ აჭიანურებს ღრმაწლოვანი პორტის აშენებას, სტრატეგიული ობიექტების მშენებლობას, ქვეყანას, რომელიც მაგალითად თბილისთან სტრატეგიული აეროპორტის, სამხედრო აეროპორტის, ან სამხედრო ტიპის დანიშნულების მქონე აეროპორტის სამოქალაქოდ გადაქცევას არ აპირებს, ქვეყანას, რომელიც ამ აეროპორტის ვიღაცისთვის გადაცემას არ აპირებს, ქვეყანას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს კონდეს ბევრი სტრატეგიული ობიექტი, ბევრი სტრატეგიული შეიარაღება შესაძლებლობა გაძლიერების და განვითარების. ქვეყანას, რომელიც უზრუნველყოფს კავშირებს საერთაშორისო დონეზე, თუმცა ამავდროულად აბალანსებს ამ ინტერესებს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ძვირფასო მოქალაქეებო, ვუსურვებ კეთილდღეობას თქვენს ოჯახებს, თქვენს ახლობლებს და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა.
და სახელმწიფო, რომელიც გეცოდინებათ, რომ თქვენს გვერდზე იქნება, როგორც კი რამე გაგიჭირდებათ. თუ ეს იქნება ჯანმრთელობა, ან იქნება სხვა სოციალური პრობლემები, გეცოდინებათ, რომ სახელმწიფო თქვენთან არის. გეცოდინებათ, რომ ქართული სახელმწიფოს იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. გეცოდინებათ, რომ სახელმწიფოს რესურსები არათუ ვიწრო წრის ინტერესებს ემსახურება, არამედ ქართულ ინტერესებს ემსახურება. ქართული საზოგადოების კეთილდღეობისკენ არის მიმართული. და რა თქმა უნდა, გისურვებთ მშვიდობას, გისურვებთ კეთილდღეობას, დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, სოციალურად დაუცველებს ამ სიღატაკის დაძლევას სახელმწიფოს დახმარებით, ქართულ სახელმწიფოს სიმტკიცეს, ჩვენ ყველას ნებისყოფას დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია, დავიცვათ ჩვენი მომავალი, რომელიც რა თქმა უნდა არის დემოკრატიული საზოგადოებების ფარგლებში. ქართული სახელმწიფო ჩემი ღრმა რწმენით და ქართველი საზოგადოება არათუ დემოკრატიული, არამედ არსით კავკასიაში ყველაზე დემოკრატიული და პირველი ერია კავკასიაში, რომელმაც ეს დემოკრატიის სინათლის სხივები შემოიტანა კავკასიაში. რა თქმა უნდა, უსურვებთ ჩვენს ქვეყანას აქტიურ ევროპულ ინტეგრაციას, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თუმცა არა ისეთს, როგორცაც ახასიათებს პროპაგანდა, არამედ დაფუძნებულ ქართულ ფასეულობებზე. ეს სრულიად მისაღებია ევროკავშირში, არანაირი ქართული ფასეულობების წინააღმდეგ ვალდებულებები ევროკავშირის გაწევრიანების ფარგლებში და გაწევრიანების შემდეგაც არ არსებობს. პროპაგანდა სამწუხაროდ ამას ფუთავს ისე, რომ წარმოადგინოს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს, სასე არ არის. და ყველა პროპაგანდისტულ გზავნილს გააჩნია შესაბამისი პასუხი ამ მიმართულებით. გისურვებთ ძვირფასო მოქალაქეებო, რომ ამ ყველა მიზანს ჩვენ ერთად მივაღწიოთ. ისეთი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ, რომლითაც ვიამაყებთ, როგორც ვამაყობთ წარსულში ჩვენი მიღწევებით. როგორც ვამაყობთ ოდითგან ძლიერი ქართული სახელმწიფოებით და ქართველი მეფეებით. სწორედ ასეთი სახელმწიფო იქნებოდა ორ ფეხზე ნამდვილად მდგარი, მდგომი და ნამდვილად ასეთი სახელმწიფო იქნებოდა სუვერენული. ეს სიტყვები ჩვენ ხშირად გვესმის, მაგრამ მათი შინაარსი სამწუხაროდ დაკნინებულია დღეს. რადგანაც ნამდვილი სუვერენიტეტი გადის იმაზე, შეგიძლია რა თუ არა შენ აწარმოო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და თუ შენ გაიძულებენ უარი თქვა შენს მოკავშირეებზე და უარი თქვა დაასახელო ვინ არის შენი მოწინააღმდეგე ნამდვილი, მაშინ რა თქმა უნდა ეს სუვერენიტეტი არ არის. ამავდროულად ორ ფეხზე დგომა და სუვერენიტეტი ნიშნავს რა თქმა უნდა ძლიერ ქართულ ჯარს. სამწუხაროდ ჩვენი ჯარი ყველაზე სუსტი არის დღეს რეგიონში, თუ გადავხედავთ ხარჯებს, შეიარაღების შესაძლებლობებს და სხვა მონაცემებს. ეს რა თქმა უნდა შეიცვალოს. ქართული ჯარი უნდა იყოს რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე სულ მცირე სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. ამის მიღწევა შესაძლებელია, ამის შნოდაუნარი გაგვაჩნია, ამის საჭიროება დგას დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ვინც ემსახურება სახელმწიფოს. ეს ადამიანები შრომობენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ ძვირფასო თანამემამულეებო, რომ არასდროს ემსახუროთ ვიწრო პოლიტიკურ ან ვინმეს პირად ინტერესებს,
როცა ემსახურებით საქართველოს ინტერესებს. აუცილებლად ეს უნდა გავმიჩნოთ ერთმანეთისგან. მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ემსახურება საქართველოს. თუმცა, როდესაც არსებობენ ადამიანები, ვინც თავის ვიწრო, პარტიულ, პირად ან სხვა ტიპის ინტერესებს საქართველოს ინტერესებზე უფრო მარგლა აყენებს, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. ამიტომ მადლობა იმ რიგით ჯარისკაცებს ჩვენი ქვეყნისა, იქნება ეს ჯარში, ჯანდაცვაში, პოლიციაში, ნებისმიერ სხვა ადგილას, ვინც კანონს იცავს. კანონს, სადაც გარანტირებულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. კანონს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის 78 მუხლით ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გაწევრიანებას ევროკავშირში, მათ შორის. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, რომ გახდეს უფრო ძლიერი ამ წელს. რადგან ძლიერი ქვეყანა ნიშნავს ძლიერ მოქალაქეებს, ძლიერ ოჯახებს, ძლიერ ქართულ რეგიონებს, ძლიერ სოფელს, ძლიერ ქალაქებს, ძლიერ ჯარს და შესაბამისად ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ მოქალაქეს. ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ ქართველს, მდიდარ ქართველს, წარმატებულ ქართველს. და ამ ყველაფრის მიღწევა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგი. სწორედ ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენ, ვინც ამ მიმართულებით ძალისხმევას არიშურებს, მათ შორის ის პოლიტიკური ინიციატივა, რომელსაც მე წარმოვადგენ, ჯერ საქართველო, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს დღის წესრიგი რეალობად იქცეს ჩვენი სამშობლოსთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ჩვენს სამშობლოს.